სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. თანამშრომელი, რომელიც გამოთქვამს კრიტიკულ პოზიციას, მას უბრალოდ აღარ ავალებენ საქმეს. რახი მეთოდებითაც მიმდინარეობს პროცესები და გავლენები ტარდება სახელმწიფოში, იგივე ხერხები არის გამოყენებული საზოგადოებრივ მაუწყებელშიც. ჩვენ მაუწყებლის თანამშრომლების კონტრაქტში გვაქვს ესეთი პუნქტი, რომ უშუალო ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე იმაზე საუბარი, რაც პირდაპირ ან ირიბად შეეხება დამსაქმებლის საქმიანობას, ჩვენ არ გვაქვს ლაპარაკის უფლება. ეს შეიძლება გახდეს მიზეზი სამსახურიდან გათავისუფლების. გარდა ამისა, იქ ადამიანური ურთიერთობებით, საუბრებით, ისეთი გარემო იქნება, რომ ბევრს ელემენტარულად ეშინია, რომ საერთო საბადებელი არ დაკარგოს. ბევრს აქვს ეკონომიკური პრობლემა, ბევრს აქვს ვალდებულებები და ფიქრი, რომ როგორ მიიყვანოს თვიდან თვემდე ოჯახი. ეს ჩემთვისაც საფიქრელი არის რა, მეც მაქვს პასუხისმგებლობები, სამი შვილი მყავს. გიქმნიან ვითარებას და შენ ხედავ, რომ ადამიანები, ვინც ამ სისტემას დაუპირისპირდა, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. ეს ადამიანები სამსახურიდან გაუშვეს. ვასილ მაღლაფერიძეს დირექტორობის პერიოდში, ვასილ მაღლაფერიძემ გაუშვა თანამშრომლები უკანონოდ სამსახურიდან. ასეთი სულ მცირე 22 საქმე არსებობს, რომელზეც სამივე ინსტანციის სასამართლოში დავა მოიგო საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების იურისტმა. რამდენიმე შემთხვევაში მოხდა სამსახურში აღდგენა, უმეტეს შემთხვევაში მაუწყებელს მოუწია კომპენსაციის გადახდა. ამ უკანონო გადაწყვეტილებებში, რომელიც მიიღო ვასილ მაღლაფერიძემ, მაუწყებელმა გადაიხადა 10,000-ობით ლარი, რო თქვა, აი ისეთი იქნება, შევამსუბუქებ. თანამშრომელი, რომელიც გამოთქვამს კრიტიკულ პოზიციას, მას უბრალოდ აღარ ავალებენ საქმეს. წარმოიდგინეთ, ფუნქციას უკარგავენ. არ უშვებენ გადაღებაზე, მაგალითად, არ ავალებენ რეპორტაჟს. ისევე არა საინფორმაციო და არა ჟურნალისტური პროფესიის ხალხი, ვინც მუშაობს, მათაც ტექნიკურ პერსონალს, მაგალითად, მომარაგების თანამშრომელი სამეურვეო საპიოს ხდომაზე დააფიქსირა ეს საკუთარი პოზიცია, რომ მე ჩემი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის შემდეგ საქმეს აღარ მავალებენ და მავიწროვებენ. აი ესეთი ტაქტიკით ნელ-ნელა და იმითი, რომ ერთიანობა ყოველთვის ჭირს. ამ ადამიანებს არ აქვთ იმის შეგრძნება, რომ მე როდესაც უკანონობაზე ხმას ამოვიღებ, მე ერთიანად დამიდგებიან გვერდში და ამ უსამართლობას არა მარტო თქვათ რამდენიმე თანამშრომელი გააპროტესტებს, არამედ ამ უსამართლობას საზოგადოებიდანაც მოყვება ეს პროტესტი და უსამართლობა განიკიცხება. ამის შეგრძნება არ არის. საზოგადოებრივი მაუწყებელი სამწუხაროდ ჯერ მხოლოდ არის 20 წლის, რაც შეიქმნა ეს იდეა და რაც რაღაცნაირად საკანონმდებლო დონეზე გაიწერა. ის არ არის სრულფასოვანი, ის არ არის ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული. ყოველთვის შექმნის დღიდან მალევე იგი მოექცა გავლენის ქვეშ, თან სერიოზული გავლენის ქვეშ, ხო, წინა ხელისუფლების პირობებში. შემდეგ არის პატარ-პატარა პერიოდები, მაშინაც როდესაც შეიქმნა, იყო პატარა პერიოდი გამონათების და კეთილსინდისიერი პროფესიონალი ადამიანების აღთოვანება, რომ აბა, ეხლა აი დავიწყებთ საქმის კეთებას, ემოციურად განეწყობი და მერე უცბად არა. გიკლავენ ამ ყველაფერს და იმედგაცრუება გაქვს შენ. ცდილობენ კეთილსინდისიერი ადამიანები, რომ იქნება საქმე მაინც ისე გააკეთოს, რომ რაღაცა სიმართლე იყოს, კეთილსინდისიერად შეასრულოს საკუთარი საქმე, იმუშაოს ისე, რომ აი არც დარტყმის ობიექტი გახდეს, მაგრამ არც საკუთარ პროფესიას უღალატოს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერც წინა საარჩევნო პერიოდში და ვერც პოსტსაარჩევნო პერიოდში ვერ უზრუნველყო კანონით ნაკისრი ის ვალდებულება, რომ ინფორმაცია მიეწოდებინა მოქალაქისთვის. სრული ამომწურავი სიღრმისეული და ამის არგუმენტი არის, რომ ჩვენ შენობიდან შენობაში გადავდივართ. ბოდიში, მაგრამ 130 მილიონ ლარს როდესაც ხარჯავ, შენ ისე უნდა დაგეგმო და ისე უნდა განახორციელო ესეთი რაღაცეები, რომ ჩემი ამომრჩევლის უფლება, ჩემი მოქალაქის ინტერესები უნდა იყოს დაკმაყოფილებული. შენ თუ ამით იმართლებ თავს, რომ მე შენობიდან შენობაში გადასვლის გამო, ბოდიში ახლა გადაცემები დახურული მაქვს. რა ვქნა ახლა რთული პროცესია, გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ვაიმე ამის
ამის ესეთი რთული იმის მაგალითი არ არსებობს არსად. ბოდიში მე არ მაინტერესებს სხვაგან რა არსებობს. მე მაინტერესებს რატომ მოხდა ეს ასე და რატომ არ შეასრულა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს ჩემი შეფასება არის ასეთი. მე ესე ვთვლი, ესე მივიჩნევ რომ ამ პერიოდში, როდესაც ბოლო 5 წელია პოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, როდესაც კონკრეტულ თემებზე პოლიტიკოსები არ ამახვილებენ ყურადღებას, როდესაც ისინი ცდილობენ რომ ამორჩეველზე ზეგავლენა მოახდენონ, რომ ამორჩეველმა იმპულსურად და ემოციურად მიიღოს გადაწყვეტილება და არ მიდის კონკრეტულ პენსიონერების პრობლემებზე არ არის საუბარი, დევნილების პრობლემებზე არ არის საუბარი, შშმ-პირების პრობლემებზე არ არის საუბარი, სათანადო დონეზე, განათლების პრობლემებზე არ არის სათანადო დონეზე საუბარი, საერთაშორისო პოლიტიკაზე არ არის სათანადო დონეზე ლაპარაკი, ჩვენს რეგიონზე არ არის სათანადო დონეზე ლაპარაკი, 1000 რაღაცა არის, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ, ხო? და როდესაც სათანადოდ ესე არ მიდის ლაპარაკი, ჩემი შეფასება არის, რომ ამით კანონი ირღვევა, ხო? ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ამოცანა, რომ ესეთ დროს მე უნდა ვიყო მოწოდების სიმაღლეზე. ესეთ დროს უნდა ვიყო მე მოქალაქის გვერდით. საზოგადოებრივი მაუწყებელი სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკულ მომენტებში იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. და ეს ხდება განსაკუთრებით იმის გამო, რომ ყოველთვის როდესაც არის შენელებული საზოგადოების ყურადღება, როდესაც პოლიტიკური სპექტრისთვის არ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში მთავარი მედია, ხო? და არ არის პროცესები მწვავე, საზოგადოებრივი მაუწყებელი არავის არ აინტერესებს და მავანი მერე უკვე ატარებს საკუთარ ინტერესებს, ცდილობს მიიტაცოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს იქნება საკადრო გადაწყვეტილებები, ეს იქნება ადრე როგორც იყო მაგალითად პირდაპირ ძალისმიერი მეთოდებით. ახლა უკვე ცოტა ჰიბრიდული სისტემა არის შემოსული. იქ ხალხი ფიქრობს, ხო? იქ ვისაც სურს საკუთარი გავლენის გატარება საზოგადოებრივ მაუწყებელში, როგორ ჯობია წარსულ გამოცდილებას უყურებენ და ალბათ ფიქრობენ, რომ როგორ ჯობია ეს ისე გავაკეთოთ, რომ ამას არ მოყვეს დიდი რეზონანსი, რომ ნელ-ნელა წვეთი ქვას ხრიტავს. აი ესე წვეთის ეფექტით ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება. მათ შორის იმის გაკეთება, რომ სრულად გააკონტროლო ინსტიტუცია და ასევე აი ამ წვეთის ეფექტით შეგიძლია მანიპულაცია მოახდინო ინფორმაციის გამოყენებითაც. მაღლაფერიძეს როდესაც შეეძლო მიიღო საკადრო გადაწყვეტილებები, ხო? ყველა მნიშვნელოვან საკადრო ადგილას საკუთარი გუნდი დანიშნა. იყო წინააღმდეგობა მაგალითად იგივე მაშინ დაუკმაყოფილება, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დახურა საკუთარი ტელეკომპანია GDS-ი თუ მისი ვაჟიშვილის ტელეკომპანია, იქიდან თანამშრომლების გამოყვანასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ მაუწყებელში. დღეს საზოგადოებრივ მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი არის ამ ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომელი, GDS-ის ყოფილი თანამშრომელი არის. ასევე ის კადრები, რომლებიც დღეს პასუხისმგებლები არიან სარედაქციო პოლიტიკაზე, უმეტესად არიან GDS-ის ყოფილი თანამშრომლები. წარმოიდგინეთ, ნელ-ნელა წვეთის ეფექტი და იმის დამსახურებით, რომ ჩვენ მაუწყებლის სხვა თანამშრომლები ვერ ვართ მოწოდების სიმაღლეზე ყოველ წამიერად უბრალოდ ბოდიშს ვიხდით, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს თავისი ნაკლი, მეც ჩემ პასუხისმგებლობას სამემართულებით ვაღიარებ, უგრძნობ და ვიღებ. დააბრუნეთ ვასილი მოამბეში! დააბრუნეთ ვასილი მოამბეში! დააბრუნეთ ვასილი მოამბეში! დააბრუნეთ ვასილი მოამბეში! თუ საზოგადოების ყურადღება მინელდება, თუ ეს ინტერესი აღარ იარსებებს, რასაკვირველია მათ ვინც გამოთქვა პროტესტი, ვინც ხმა აიმაღლა უსამართლობაზე, ჩემი შეფასებით უსამართლობაზე, ისინი გახდებიან ისეთივე მოპყრობის მსხვერპლი, როგორც აქამდე გამხდარან მაუწყებლის თანამშრომლები, რომლებსაც პროტესტი გამოუთქვამთ. ნელ-ნელა სხვადასხვა გზებით შეიძლება პირდაპირ გაუშვან სამსახურიდან უკანონო გადაწყვეტილებით და ეს პროცესი უკვე სასამართლოში გადაინაცვლებს, როგორც აქამდე ყოფილა. შეიძლება უბრალოდ ადამიანს პირობები ისეთი შეუქმნან, რომ მან ვეღარ გაძლოს და საკუთარი ნებით არჩიოს, რომ აღარ მინდა აკობნა. ცდილობენ, რომ ერთიანობას ხელი შეუშალონ, კონსტრუქციულ პროცესს ხელი შეუშალონ, რომ საქმე არ გაკეთდეს. ჩვენ თუ ესე კონსტრუქციულად მიუდგებით საქმეს, სიბოროტის, დაპირისპირების და ჩხუბის გარეშე ეს გვერდით რო და გადავდოთ ცოტა ხნით, ხო? აუცილებლად გამოგვივა. აუცილებლად გამოგვივა და მივაღწევთ არა მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელზე იმას, რომ მივიღებთ ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორიც ჩვენ გვინდა, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმაჩნია, რომ შეიძლება იყოს სერიოზული დასაწყისი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აი ეს დიდი ლაპარაკი, ღია ლაპარაკი
გავრცელდეს ყველა სხვა ინსტიტუციაზე, გავრცელდეს ყველა სხვა იმ პრობლემაზე, რომელზეც ჩვენ ახლა ვდაობთ. იქ იყოს და დარჩეს ვასილ მაღლაფერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებელი რო იყოს მოწოდების სიმაღლეზე, ეს საზოგადოების ხარდაჭერით შესაძლებელია. უბრალოდ ამას ჭირდება კონკრეტული საქმიანი მიდგომა.